ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე დღეს გურულები უჩვეულო სურათის მომსწრენი გახდნენ. ეგრეთ წოდებული კუბოს ფორმის საქორწინეებში ქალაქის ცენტრში დეკორატიული ყვავილების ნაცვლად არც მეტი და არც ნაკლები მარიხუანა დახვდა დამოსული. ოზურგეთში ბერია, ყვავილები დარდო, პლანი გამერია, აპტეკი და მოვწილე, ახლა უნდა ვიშტერო, კრიბატულის ნაცვლად, ასე უნდა ვიმღერო. მათ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებდა ყოველთვის საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ ზღვის გაკეთებულს. მინდა ამ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და მათ მიერ დაქვემდებარებულ მედია საშუალებებს უთხრა, რომ საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა, საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა. ამ გამოსვლიდან 2 წელიწადში ავთანდილ თალაკვაძეს მისივე სიტყვები უკან მიაქვს და ადგილობრივი არჩევნების წინ ანგრევს 2 მილიონი ლარის ღირებულების ნაგებობას. ოზურგეთის მერიის დარგულ კუბოებში ეგრეთ წოდებული კანაფი ამოვიდა 2 წელი გავიდა და მაშინ ოპოზიციას კი არა მთელს ქალაქს, რა ვიცი 99%-ს ვისაც არ მოეწონა თალაკვაძე გვეუბნება თქვენ რომ ქვეყნის მტრები ხართო თქვენო მარტო ოზურგეთი კი არა მთელი საქართველო არ გიყვართო მაგრამ რა ვიცი ახლა ბარტონავთო თქვენ ხართ ოზურგეთის მტერი და დაუნახავი ესე იგი მგონი და სასაცილოა მაგრამ სატირალი ის არის რომ 2 მილიონი ლარი გადაიყარა პირდაპირ მნიშვნელობით აი ესე იყრება 2 მილიონი ლარი ოზურგეთლების ფული მაშინ როდესაც ადამიანებს სახურავი არა აქვს თავზე და სახლები გაუნადგურდა სტიქიის